ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი რაგბის კავშირის. იმიტომ რომ ეს არის უპატივცემლობა, ჯერ ერთი რაგბის, ქართული რაგბის საზოგადოების უპატივცემლობა. ხალხო ფსიქოლოგიურად ეს ხალხი მოსამზადებელია, ფსიქოლოგი გჭირდება ასეთ გუნდებში, მით უმეტეს, სადაც ასეთი ემოციური და ფიზიკური დატვირთვაა რა. რატო გაუშვით მატლობამდე კი რატო გაუშვით გოქრილი ღიად აი რატო გაუშვით შედეგი არ მოგწონდა არა შედეგი ძალიან კაი იყო ანუ თამაშის ხარისხი ვიდოდა გაუჭ ანუ ეს უნდა ითქვა გამარჯობა მორიგი ეპიზოდი მესამე ტაიმის როგორც უკვე ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა რამოდენიმე გადაცემის მერე ჩვენ ვждებით და ეგრეთ წოდებულ საერთო მიმოხილვას ვაკეთებთ სტუმრად ყავს ხოლმე სერგო გაბუნია და ვცდილობთ უკვე ჩვენი აზრი შემოგთავაზოთ იმის შესახებ თუ რა იყო ამ ჩვენ წინა პოდკასტებში ის აზრები და შემდეგ ჩვენი შეხედულებები ამის თაობაზე. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას ვინც გვეხმარება მცირე დონაციას აკეთებ ჩვენი პოდკასტისთვის. ამან ჩვენ საშუალება მოგცა უკვე ნელ-ნელა გავაფართოვოთ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები, როგორც შეგვპირდით, მალე დავიწყებთ საარქივო მასალის განახლებას და დადებას და კიდევ სხვა საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. და კიდევ ერთი სიახლე, როგორც ერთ-ერთ პოდკასტში ნახეთ, ჩვენ ყავს სპონსორი, მაღაზია სასმელი, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 38-ში. დეტალები მის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს აღწერილობაში. ეხლა კი შევუდგეთ ჩვენ პოდკასტს და მანამდე არ ჩამოვასხავ? ჩამოვასხავ აუცილებლად. დღეს ჩვენ გავხსნით იტალიურ პინო გრიჯიოს, ლივორნოს რეგიონიდან. კაი, მიშა, დავიწყოთ იმაზე რა ქვია. კითხვებზე გავცეთ, რამოდენიმე კითხვა დაგვისვეს და ხო, რამოდენიმე კითხვა იყო. ნუ პირველ რიგში სერგო მადლობა რომ მოგზანდით და დიდი ხანია ერთად ჩვენ ამაში ესე განხილვებში არ მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენ გვიყურებდი ყოველ შემთხვევაში ესე ვიციბე და რაღაცა ჩვენი ახალი წამოწყებაც იყო ეს 20 წლიანების მსოფლიო ტურების მიმოხილვა ლევან ობოლაძესთან ერთად. ვაინტერესებს პირველ რიგში შენ რა აზრის ხარ ამასთან დაკავშირებით? კარგი იყო ეს ფორმატი, იქნებ თუ შევცვალოთ რაღაცა უკეთესი ხო შეიძლება რომ გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ჩვენ ნაკრებებზე ოციანებზე რა სიტყვი და კი გვენატრება შენი ასე თქვი. ერთი წუთი სანამ დაიწყებ რა, თქვენზე გითხარით და ხალხი გვეკითხებით, მით უმეტეს ახლა რომ დაგინახავენ, ისევ სად არის აბრაგანი როგორ არის. ხო, ვერ აღვადგინეთ, ანუ YouTube-ზე რა ვიცი, ნუ იქ ბოტი ფწერს და მოკეთ ვერ გავედით ადამიანზე და ნუ აუცილებლად დაბრუნდებით და SoundCloud-ზე და Spotify-ზე გვავსვით ჩვენი ძველი აკაუნტები და ანუ გამოიძებნა გზა. კი, ანუ მქონდა ისე ჩვენ SoundCloud-ზე, Spotify-ზე. ხო, ნუ და YouTube-ზე უსმენე ხალხი ახან იქ იყო. საერთოდ ადავიფიც. ხო, კი. ანუ ავაგზელებთ, აუცილებლად დაბრუნდებით. აი, მე დაუბრუნდეთ. ხო, ამასაც რაც შეეხება პროფესიონალების მოწვევას, პირიქით არის სულ ამას ჩვენ აბრაგანში თუნდაც სულ მას ვიძახდით, რომ აი ჩვენც იმიტომ გავაკეთეთ ეს თავისდოზე, რომ ანუ არ გამოთქვამს ეს ხალხი, ანუ ვისაც რა თუნდაც მოქმედი წვნელი ან განსაკუთრებით უფრო ყოფილი მორაგბეები რაღაც ის არიჩენ ამ ინიციატივას არიჩენდნენ და ცოტა იყო ეს აზრი, აი პროფესიონალის აზრი და რა თქმა უნდა ის უფრო კომპეტენტურია წვნელის აზრი, ვისაც უთამაშია, ვისაც მიწვნელი ყოფილა, რა თქმა უნდა ესეთი ადამიანების აზრი ყოველთვის უფრო კომპეტენტურია და საინტერესოა რა თქმა უნდა, როცა ესე სათითაოდ ყველათან ნახდათ აბრაგანის განსხვავებით თქვენ არიზარებთ და ყოველ კვირა სტაბილურად აკეთებთ გადაცემებს, რაც სტაბილურობა ეს ძალიან დასაფასებელია. ჩვენ რაც შეგვიძლია, კი ბატონო, გვერდში დაგიდგებით როგორც ხო და ძალიან საინტერესო იყო ყველას უსმინე აუცილებლად ლევანს მე აქსენტის ამ ეს პროფესიონალის აზრი ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა. კარგი ფორმატი იყო ეს, თავისთავად კარგი იყო ესე იგი ხო. თვითონ რა სიტყვია? ხო, ანუ 20-მდელებით ალბათ 20-მდელებით. კი, 20-მდელები დავიწყოთ. ალბათ ვილაპარაკოთ 20-მდელებით, დიდი ნაკრები, 7 კაცსა და 18 ნაკრები. ეს იყო ეს 4, ნუ მეტი ნაკრები პრინციპში არ ვთქვავს, ხო? ანუ ესენი არის და ყველას მოუწია საფულში თამაში. ხო, ნუ 20-მდელე პირველ ახან საქართველოში იყო, მაინც თავარი ტურნირი მაინც ეს იყო ამ საფულს. ყველა მაინც უფრო მაგისკენ ვიყავით. ნუ რა ვიცი, ხე სრული ჩავარდნა იყო რა, სამწუხაროდ.
სამწუხაროდ ხო ესეთი ცუდი ანუ არც მახსენდება სიმართლე გითხრათ ესე ყოველმხრივ ცუდი გამოსვლა ჩვენი ანუ ყოფილა თქო უნდა თუნდაც ავიცი ხა მაგეთად 2003 წლის სოფლიოს 23 წლის სოფლიოს შედეგი ჩაგვივარდა მაგრამ იყო ყოველთვის რაღაცა ანუ რაღაც ძლიერი მხარე რაღაც გამონათება რაღაც კარგი ეპიზოდი აი ამ ტურნირზე აი ბატონო ალბათ შეიძლება ერთი გავიხსენო რაღაც ის 2-3 წუთიანი მონაკვეთით 13 კაცით რო აპლიკაციასთან თავი დავიცავით მეტი კარგი არ მახსენდება ავიცავთ თქვენ მეტიად არ მახსენდება ხო და უელსთან ბოლო 5 წუთი ისიც ხო ნუ აქ ემოციის ხარჯი ხო იბადე ხო ესეთი იყო თვითონ თამაშის კაიობა თლიანობაში რა თლიანობაში ნუ უელსთანაც ხა ავიცი ხა ჩემი აზრით აი მე ესე ავიცი ხა შეო ვიღაცამ არასდროს გაიგოს მაგრამ მე ესე ვიტყვი რომ კიდევ კარგი რომ წავაკეთ კიდევ კარგი იმიტომ რომ ჩვენ რო უელსთან მოგვეგო ჩაითვლებოდა რომ ისტორია დაიწერა და გუნდი მაინც იგივე იქნებოდა ხო და იზრაგვი ხო მაინც იგივე იქნებოდა რაც შეგვიძლია და რაც ვარ ხო აი სხვა ხო ხტები ამ ეს აფხიცით ამ ხელა ილუზიაში შეგვიყვანდა რომ ახაც კი 8 გუნდში გავსულიყავით ჩაითვლებოდა იქ ურუგვაის მოუგებდი ამას მოუგებდი უკვე 8 გუნდში იყავი და ჩაითვლებოდა რომ კი რა თქმა უნდა განწყობა უკეთესი იქნებოდა იმ ალბათ იმ ბოლო ორ თამაშას უკეთ ითამაშებდი ამ კარგი განწყობის ხარჯზე რა თქმა უნდა უნდაოდ მაგრამ თვითონ ფილოსოფია და გუნდი ადონზეც იყო მომზადებული ეს ხო არ შეცვლიდა არანაირად და ისიც ვთქვათ რომ უელსმა ჩვენ გვაჯობა პირწმინდად იქ უბრალოდ ის მართლა ავფეთქდი ბოლოში რაღაც ემოციის ხარჯზე თორე უელსმა თავისი იდეალურად შეასრულა თავის დავალება იქ უბრალოდ ბოლოს პრემიაზე ითამაშეს და მან თორე ხო ჯარიმა დაეთხათ და გაეტანათ იქ კითხვა არ დადგებოდა საერთოდ კი ბატონო კი იყო მომენტი რომ ჯარიმა გასატანი ჯარიმა არ დაარტყეს იყო ეს მომენტი შენ რასაც იძახი სხვათა შორის ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა რა კაჭარავას ინტერვიუში ბოლოს თქვა რომ პრინციპშიო მე რა რომ არ მოვიგეთო ძალიან კარგიო და სიმართლე გითხრა გაგვიკვირდა რა ეს ამბავი იმიტომ რომ თავიდან რაღაც ისე ჩანდა რომ აქედან მოდიოდა ანუ ზემოდან მოდიოდა ეს დაკვეთა რომ არიქა ისტორია უნდა დავწეროთ აქა ვარ სახში ვარ ჩვენ ყველა მზათა ვართ აგერ ზელანდიასაც მოუგეთ ისა ჩვენ ყველაფრის თვეზე მაგრამ ნუ როგორც გამოჩნდა საბოლოო ჯამში თვითონ ეს 7 თამაშიანი გადაბმული ეს სერია საბოლოო ჯამში ალბათ ამას გაანალიზებენ და ნახავენ რომ ეხლა გამოჩნდა რომ არასწორი იყო რა თუნდაც იმ ზელანდია გასაგებია რომ კაია ზელანდიას რომ მოუგებ ისეთი რამეა მაგრამ ამას საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად იმოქმედა საერთოდ რა განწყობაზეც იმაზეც ეხლა იმაზე აღარ ვლაპარაკობთ ეხლა რომ ის 10 ნომერი ხმე რამდენჯერ ვთქვით რა ბიც მოუწია 7 თამაშის თამაში 18 წლის ბიც რა წარმოუდგენელია რა ესეთ დაძაბული თამაში 1-10 ნომრით რო თამაშობ მოკლედ ბევრი რაღაც ისეთი რაღაცები მოხდა რა რაც კი ანუ მანდ ჩემი აზრით არის ნუ უნდა შევეხოთ ახლა მაინც რა თქმა უნდა რატომ უნდა შეხოთ თავარწმუნებას იმიტომ რომ ახალი მწვრთნელი იყო ესე იგი შეიცვალა წინა თავარწმუნელი ვადუკილასონია და ნუ მოვიდა ახალი მწვრთნელი და ანუ პირადად მე რა გამიკვირდა ბატონ მიშა ბატონ გია რა მიკვირს იმიტომ რომ გასაგებია ეს აბსოლუტურად გასაგებია რომ კი ბატონო ნებისმიერ არავინ არ არის შეუცვლელი პირობითად რა ვიცი 3-5 წლის მერე ნებისმიერ ზოგადად ახალგაზრდა ნაკრებში უნდა ცვალო ანუ არ არის აუცილებელი არ არის ახალგაზრდა ნაკრებში ყველგან მწვრთნელები იცვლებიან სწრაფად ბევრად სწრაფად ანუ არ არის ისე რომ რაღაცა 10 წელი კი ბატონო 5 წელი თუნდაც 3 წელი 2 წელიწადში მაგრამ და მოდის ვიტო კოლელიშვილი რომელსაც საფრანგეთში ხა ზუსტად ეგ არ ვიცით ეხა რა როლი ქონდა ეს უნდა ვიცოდეთ კიდევ ერთი ამას რაც ადრე არ მესმოდა და აი მოთამაშეებზეც მე უშვებდი ამ შეცდომას როცა მოთამაშე თუნდაც არის საფრანგეთში აი მოთამაშის მაგალითად ვიყოთ შეიძლება არის კარგ გუნდში მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იქ რა როლი აქვს იქ გადაწყვეტის მიღება უწევს თუ უბრალოდ აწყობს სისტემაში თქვა რაღაც თავის ოსასრულოს უბრალოდ იდეალურად ანუ ეს იგივეა წელობაზე აი უბრალოდ არც ის არ ვიცოდით სამწუხაროდ ანუ ეს არ ვიცავთ დეტალურად კონკრეტულად რა როლი ქონდა ვიქტორ კოლელიშვილის იქ ნუ კარგი ჩამოვიდა კი ბატონო გასაგებია შეიცვალა ეს არ არის გავიმეორებ ტრაგედია მაგრამ ყველაზე ცუდი რამე მოხდა ანუ კი ბატონო ეს აშკარად ჩანდა რომ ეს არ ქონდა მას თავისუფლების გამოცდილება ეს ორჯერ იყო ჩანდა მაგრამ ისმა ანუ ეს კითხვას ბადებდა და რა თქმა უნდა საუბრობდით ის რა ვიცი რაგბის მოყვარულები რაცა ეს კითხვას უჩნდებოდა მაგრამ წამითაც არავის არ დაგვიშვია რომ რამეს მაინც ვერ შემოიტანდა რაღაც თუნდაც იმ სკოლის საიდან საფრანგეთში იყო ამდენი წელი ახლა 17-18 წელია საფრანგეთში იყო ვიტო ანუ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი რომ აი რაღაც შეიძლება ის რაღაცა ფრანგულის არასტანდარტულობა რაღაცა გავლენა რაღაც უფრო ღია რაღაცა ანუ
ეს მაინც ყველაზე ცუდი რამე მივიღეთ. ის სისტემური რაგბი, რაც იყო წინამძღოლის მახასიათებელი და ერთვიშოვათ, რომელსაც სხვათა შორის აუნიშნოთ, რომ შედეგი ნახდათ მოქონდა. იმიტომ რომ ჩვენ 2016 წლიდან ვთამაშობთ ამ ელიტა 1-ის მსოფლიოს, ხო? 16 გამარჯვება გვაქვს ტიერ 1-ის გუნდებთან. ახლა რაც 10 წუთში ძალიან კარგი შედეგია, როგორც შედეგი. და თან სულ ვიწევდით ზემოთ. მერვე, სულ ეს შედეგი ერთვიშოვად ძალიან კარგი ქონდა წინაპირ. მერვე ერთხელ ავიღეთ. ხო, ერთხელ მერვეც ავიღეთ. ხო და უბრალოდ აქ შევა იყო რომ ეს კითხვა მეც უბრალოდ მაგას მოყვეს ბაშენს გაგვიშთე ეს კითხვა რომ კი შედეგი კარგი იყო ახალგაზრდულში, მაგრამ ეს ფაქტია რომ არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ დიდაკებზე ვერ აისახა რა მაინც დიდად. არ იყო არც ხარისხიანი მოთამაშეები და ჩავთვალეთ რომ კარგი ხო მოვიდა ახალწელი გასაგებია, მაგრამ ვერც ის შემოიტანა სამწუხაროდ და მე იმის ნახდაცავს ბატონო მიშო კი ნებისმიერ წელს შევა რაღაც ისეთ სიტუაციაში მოყვეს რომ არ გავუმართლოს რაღაც შედეგი, მაგრამ მე იმის წამს რომ თუ ცნელი რაღაცაში ძალიან მწოდნეა, გამორიცხულია რომ ხელი არ დაატყოს რაღაცა თუნდაც კონკრეტულ კომპონენტს თამაშისას. გამორიცხულია. სამწუხაროდ რა ვიცი ხა მე თუ რა ვიცი კომენტარებში და ციონებს წავიკითხავ თუ მე თქვის რომ რა გქონდა კარგი ამ მოწამდა ნაკრებს, რა სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ რა. ხო, სერგო. კარგი, ძალიან მხარე რა გქონდა, რაღაცაში. ხო, თუნდაც კოკრილმა რომელმაც სულად ჩააგდო მაგალითად ის თავისი ორწლიანი საქმიანობა ჩვენ ნაკრებში, ხო, კოკრილს. იქ რაღაც შეკინებს თავის ის სპეციალისტი იყო, ის კაცი რაღაცებში მართლა დაატყო, ეტყობოდა რომ იმაში რაღაც ნაკრებს ნამუშევარი ქონდა. ეს სამწუხაროდ ეს რა ვიცი, მე პირადად კარგი ხო არა, ისევ იქ მივდივართ რა, მიშა რომ ისევ არ ვიცით რა, არ ვიცით. არც იმის მერე ყოფილა რაღაცა ცელი გავჩევა ამისი, რომელიც გულშემატკივრებს. ხო, არ უსაუბრია. ეთერში ერთადერთი იყო გაჯარავას ინტერვიუ, რომელიც მართლა გაგვაგვირვა და თქვა რომ პრინციპში თქვა რომ ძალიანაც კაი რომ ვერ მოვიგეთ, იმიტომ რომ ამან დაგვანახა რა პრობლემები გვაქვს, თორე რომ მოგვეგო ეს დაიმალებოდო, მაგრამ მე მგონი რა ხან ეს არის სწორი პოზიცია. 100 თუ იტყვი, მეც უნდა თქვა რა, მე უნდა ჩახვიდე ხო რა პრობლემებია, რა გასასწორებელი და როგორ და სად მიდიხარ და როგორ აკეთებ ამას, ხო? იმიტომ რომ მარტო იმის თქვა, ეხლა მე ისე მომდის რა, მე რამდენჯერ ვიძახი უკვე ამას, რომ ეს ახალი ხელმძღვანელობა ხედავს, გასინჯე ვინო შენ სანამ ისა ხედავს რა, რომ თქვა აქ რაღაცა არ ვარ გააკ რა, ეს გამოსასწორებელია და რატომღაც არ ვიცით როგორ აპირებენ ამის გაკეთებას რა, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ ისევ რა, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრები, რომლებიც მართლა ელემენტარულად ითხოვენ ეგეთ რაღაცებს და რატო ჩემ მეთქი ეს ხარვზე უსმინეთ თქვენ წინა გადაცემს რომ თქვენ თქვით ბატონ მიშამ და აბსოლუტურად დაგეთანხმებით, ეს არის შეიძლება ჩანდეს რაღაცა უნიშნულო დეტალი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალია мотивация, ღიად ითქვას мотивация, რატო გაუშვი წინამძღოლი, რატო გაუშვი თუნდაც მარტოწამდე კი რატო გაუშვი თუნდაც გოქრილი, ღიად, რატო გაუშვი, შედეგი არ მოგწონდა არა, შედეგი ძალიან კაი იყო, თამაშის ხარისხი გვინდოდა გაუჭ, ეს უნდა ითქვას, იმიტომ თუ ცხოვრებაში ზოგადად ეს არის წინ უდიდეს წინგადებული ნაბიჯი, როცა ნივთ საგნებს და მონებს არქმევ თავის სახელს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რა პრობლემა უნდა თქვა რატო გაუშვი წვნელი, რატო გაუშვი კოკრილი, იმიტომ რომ იაპონიასთან წააგეს, ძალიან თუ მარტო მაგითო გაუშვი, რომ წელიწადში გეგება ქონდა რომ ერთი თამაში მოგეგოთ ერთთან და მაგის გამო გაშვება, ახლა რაღაცა არასერიოზული მიზეზია. უნდა თქვა რას შეხედავ, იმიტომ რომ შენ თუ ვერ ხედავ, პრობლემას თუ რაღაც პრობლემა გამოასწორო, იმ პრობლემას როგორ ხედავ, ეს უნდა თქვა. რაში ხედავ პრობლემას და ეს ამიტომაა ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რატო გაუშვი იმიტომ კი არა რაღაცა გავიმეორებ არანაირი პრობლემა არ არის წვერის გაშვება რა თქმა უნდა ამას ხაზგასვით ვამბობ უბრალოდ რატო ხო და ამას რო იტყვი სწორედ თუ შენ ამბობ რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება მაშინ ესე იგი წვენი მოყავს რომელიც შეარჩიო ესე იგი ვიც რაღაც ეს თამაშს გაუმჯობესებს ხო და შენ მაშინ რა გაძევს იმისთვის საფუძველს რომ ამან ეს რაღაც მეტად იცის ხო ეს მოკეთ ესეთი რაღაცები მნიშვნელოვანი, იმიტომ გამოვჩით მე ესეთ სიტუაციაში, რომ როცა შენ ამას ამბობ, კი ბატონო, მე რა თქმა უნდა გეთანხმებით მაგაში, უბრალოდ ხა რა კი ვიტოზე იყო საუბარი, მე პირველ რიგში ჩვენც ყველანი მას უსურვებთ, რომ საბოლოოდ გახდეს დიდი მწვრთნელი, ეხლა ის რომ გამოცდილება თანდათან მოდის და ეხლა უცებ
ადამიანი უცებ არ ხდება გამოცდილი ადამიანი ამას სჭირდება ჩვეულებრივი ამბავი ხო და ამას სჭირდება რა თქმა უნდა ეს დიდი ამბავი და ნუ მე მაგალითად ვიტოს მადლობელი ვარ იმით რომ დავინახე მოედანზე ტაბატაძე რომელიც მგონია რომ ძალიან კაშკაშა ბიჭია დავინახე მოედანზე 18 წლის ბიჭი რომელიც ვიტომ გარისკა და წამოიყვანა 20 წლიანებში ამოწია ის მახარაძე რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ბიჭია კარგი 15 ნომერი დავინახე და ანუ დავინახე იქ მოდი შიოშვილზე აღარ ვლაპარაკო იმიტომ რომ ადამიანი ხა ჩემპიონთა ლიგას თამაშობს ტულონის ძირითად შემადგენლობაში ხლა მაგაზე ხლა თქმა რომ დავინახეთ ხლა ისეთი არის ერთადერთი უბრალოდ მართვა თვითონ ემოციური ფონის მართვა გუნდში და ასეთ თამაშებზე მით უმეტეს როცა მე არ მგონია ვიტოსგან მოდიოდეს მაგრამ ჩვენ ვისგანაც მოდის იმან თლიანად გუნდი და მათ შორის ვიტოც ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ნუ ისტორიის დაწერა როცა გინდა და თან მაინდამაინც ამას ხმამაღლა ლაპარაკობ მაშინ არ ხდება გამოცდილი მწვრთნელის გამოუცდელ მწვრთნელზე შეცვლა ესეთი რამე არ ხდება აი ზოგჯერ ვამბობ ხოლმე მარჯვენა მარიცის რას აკეთებს მარცხენა ეს მართვა არასწორი თორე ვიტო თავისთავად აიღებს თავის გამოცდილებას და იმედია რომ გახდება რა კარგი მწვრთნელი გახდება სამომავლოდ კი ანუ ეს ხაზგასმით თქვა რომ ეს რა ჩვენ პრობლემები გვაქვს ან ეს ხაზგასმით თქვა რომ ხა რაც ვილაპარაკ ვინმე არ ჩათვალოს რომ ანუ რაც პრობლემები რაც დაგროვილი იყო წელს განმავლობაში ეს ვიტო ამასთან კავშირშია ანუ ეს უნდა გვესმოდეს რომ ვიტო რაც 8 თვეა თუ 7 თვეა რაც საქართველოს ჩამოვიდა ანუ ხო ანუ ეს პრობლემები ანუ ადმიზე იყო უბრალოდ რა თქმა უნდა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვიტო არ აღმოჩნდა ის ადამიანი ვისაც ამ პრობლემების რამდენად გამოსწორება შეეძლო ან შეეძლო თორე ეს არის თორე ხაზგასმულობა რა თქმა უნდა ამაზე რაც ხდება ჯერთი ვიცა უნდა იყოს ერთ კაცზე ესე არ ხდება ხო ისა გარდა ამისა ხა არასერიოზულია კაცი რა ვიცი 20 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და ხა ჩამოვიდა 7 თვე და მას დააბრალოს ხა ბევრი პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს არასერიოზულია რა თქმა უნდა ხო კეთახმე უბრალოდ საფრთხოდ მაინც ცოტა გვიმწყდება რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესეც ცოტა დრო მაგრამ მეორე მხარეს ის დავუმატოთ რომ ეს კავშირის პრობლემა ის რომ ხა გასაგებია რომ ხა 20-მდე შენახე დი ჯონს ვერ მოიყვან და ეგეთ დონწერი არ არის საჭირო მაგრამ ხა 20-მდე წნელობა 10 ის არის რომ თლად დაწყები წმელის საქმიანობაც არ არის ანუ იქაც ცოტა გამოცდილება მაინც საჭიროა რაღაც გამოცდილება ანუ თლად დამწყების დამწყების პოზიცია არ არის 20-მდე წნელობა და ამ გამოცდილების აღება ამ ამპლუაში ცოტა ძვირიდება რა ამ ამპლუაში კი უკვე ცოტა ძვირიდა გვერდზე რო ყოლოდა თქვა ერთი წელი უკვე სულ სხვა ნუ არ ვიცი ყველას თავისი ის აქვს მაგრამ კარგია მოდიცი მე ამას ესე შემოვატრიალებ რა ესე იგი ეს შეიძლება იყო გამიზნულად გაკეთებული რომ საბოლოო ჯამში კაჭარავას ეგ განცხადება გაეკეთებინა რომ აი თუ ძალიან კაი რომ ესე მოხდა ჩვენ შეგვიძლია ეხლა თრელი ფრონტით შეუტიოთ ამ პრობლემებს. პრობლემები ვიცით და მოდი ახლა შეუტიოთ ამ პრობლემებს. იმედია ეგრე იქნება რა. და აი ბატონო ამას უნდა მოვეშოთ რა. ანუ ჯერ ერთი არ არსებობს რა სპორტში ეგეთი რამე არ არის რომ ჯერ ახალგაზრდული ნაკრები ჯერ ისტორია არ იწერება. აი ხა ახალგაზრდული ნაკრები ისეთი მნიშვნელოვანი იყოს როგორც დიდი გუნდი და დიდი ნაკრები, მაშინ რა ვიცი იგივე ფული ექნებოდა, იგივე ხალხი ივლიდა სტადიონზე და ანუ არ არის ეგრე ახლა ახალგაზრდული სპორტის დანიშნულება სულ სხვა რამეა და ახლა მაინც და მაინც ისტორია არ იწერება, ანუ რა უნდა გააკეთო ახლა ახალგაზრდული ნაკრებით რომ ისტორია დაწერო. კი ბატონო ძალიან კარგია, გვიხარია მოუგე ზელანდიას, რაცა უნდა წინადღის ჩამოსული ყოფილიყო, რაცა უნდა ის ყოფილიყო ზელანდია კი ბატონო გვიხარია ძალიან კარგი მაგრამ ამას რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა თუნდაც რა ვიცი ახლა 4 ხილში თო შევიდე და არ უნდა მიცეთ რაღაც სასწაული რაღაც ზემნიშნულობა ამას ეს არის ახალგაზრდული ნაკრები და არ უნდა ეს მიზანი რომ რაღაცა კი ბატონო თქვათ რაღაცა ეს სიტყვაც რაღაც აი ზედმეტი ტვირთია რა კი შევა თქვათ რომ რაღაც აი ვიდეო რა გუნდში მოხვდეთ კი შევა იგივეა იგივეს ნიშნავს ეს ისტორიის დაწერა მაგრამ უფრო ადეკვატური ნათქვამია რომ აი უბრალოდ მინდა რომ აგუნჩი ამ სიტყვაზე ექსეულში მოხვდეთ რაღაც თქვი იმიტომ რომ ეს ამ ისტორიას ხო ეს თუ რეალობას არ შეესაბამება ნუ ესეთი რამეა მიღებ ამას რასაც თუმცა დავამატებ იმას რომ
მარტო რაღაცაო ამას ვერ დავუბრალებ, იმიტომ რომ სიტუაცია ქვეყანა, ავიც ქვეყანაში თუ მარტო საქართველოში თუ ზოგადად ისეთი ის არის, რომ აი რაღაცა ყველაფერზე იძახის ისტორია დაიწერა და ეხლა ესეც რა თქმა უნდა აყვება რა ადამიანი ეხლა რომელიც შედარებით ახალგაზრდაა და რაღაცა ესეთია გამოუცდელი რა თქმა უნდა იოლად აყვება რაღაც ტრენდს ხო რაღაცა რომ აი ისტორია ვწერთ და ჩვენც რამში ვიმეორებთ ამ ისტორიას ვწერთ ეხლა ახალგაზრდული ნაკრებია რა ვიცი ეხლა რა უნდა დაწერო ესეთი რა მან ნაკრებზე რო არის საუბარი ბარემ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ეხლა ბევრი სათქმელი იქ არ არის მაგრამ ძალიან ისეთი პოზიტიური დამიტოვა რა პოზიტივი დამიტოვა ჩვენმა 18-იანებმა მიუხედავად იმისა რომ ეხლა იქ მარცხიც იყო და თქვათ რაღაც დიდი შეცდომებიც იყო რა მაგრამ პოზიტივზე იყო ჩატარებული აშკარად და დავინახეთ რომ ბიჭებმა ითამაშეს რაც ძალიან კარგია რა არ ქონდათ რაღაცა ეს წნეხი იმის წნეხი რომ აი თქვათ ქულას გამოკიდებულები და შედეგს კი არ იყვნენ არამედ ცდილობდნენ რომ ეს მე ადრეც ვთქვი სხვათა შორის ძალიან ძლიერი სტაფია შედარებით ვამბობ ნაკრების 18 წლიანების ძალიან სწორად მე მგონია მუშაობენ რა ვიცი ღმერთმა ქნას რომ ეს 18 წლიანებმა მე მომეწონა განსაკუთრებით ბოლო თამაში შეიქმნენ ანუ გადამწყვეტი აი 20 წლიანებში ჩვენ რომ მქონდა დასაწყისზე სტავკა გაკეთებული და წამოვედით ქვემოთ აქ პირიქით მოხდა ბოლოში საუკეთესო ვითამაშეთ ბოლო თამაში ყველა თამაში უკვე მიუხედავად იმისა რომ მიუხედავად აფრიკასა იქაც დამუკეთესი იყო იქ ცუდი ამინდი იყო რაღაც ანუ თორე აშკარად უკეთესი იყო აგრესიულ ტემპი რაღაცა იყო ანუ თუნდაც აი რაც 20 წლებში კიდე რაც ძალიან მოხდა აი ცუდად აი ბოლო თამაში იყო აი კატასტროფა აი ეგეთი რამე არ უნდა მოხდეს ესე იგი იმას ნიშნავს რომ მთლიანად ჩავარდა რა მან მოსამზადებელი რომ აი ესეთი რამე და ახლა 18 წამდე რო ახსენეთ აი ის ჩანდა რომ ის შეცდომები გამოასწორეს და მე თუ გასწორ თქვენ აი წინამში რო ვიყავი რა ჩვენ ვილაპარაკეთ 18 წამდეებზე იქ ექვსეს ფესტივალზე რო იყო იქ მაშინ აღნიშნეთ რომ ჩვენი ყველა შეტევითი მომენტები არის ნელოები რასაც დავდეთ წამოვიდა საიდან რომ იქ ფრანგებს იმათ ხელის მოქონდათ იქ საკუთარ 22-ში უვარდებოდათ მე ჩვენ იქ რაღაც აუტი რაღაცა და ანუ აღნიშნეთ ის რომ ცენტრიდან მინდა გვიჭირდა მომენტები შექმნა და აი თუნდაც ამ პროგრესს ასიჩანს ის რომ ამ სამი თამაშს უამრავ ჯერ გავჭერით ცენტრიდან იმიდან ჩვენი ნახევრიდან იქ შეყვანები ინტერვალში იქ ნუ 10 ნომერზე საერთოდ წინვალები ჭირა სულ შეტევისკენ აქტუალია 10 ნომერს ჩვენ 10 ნომერ მახარადეს სულ შეტევისკენ და მადლობელი ვარ ნახდათ მე იმისი რომ ესეთი ბიჭი გამაცნეს გამყრელიძე ხო 2 ნომერი ნუ აი სავსეა twin-ით ეს ბიჭი რა და აი ნუ გადასარევი ბიჭი აი პირდაპირ სიხარული მქონდა ისეთი რომ უყურებდი რას და ბერძენიშვილიც რა აი გამოკვეთილი ბიჭები არიან კიდე იყვნენ ყველანი კარგები იყვნენ მაგრამ ესენი აი მაინც აი გამოვარჩიე რა და ისე ფიქრობს ის გამყრელიძე როგორც ჩვენ არ გვახასიათებს რა აი ბოლო აი მოდე ესე ვთქვა რა ამოვარდნილია კონტექსტიდან რა სხვანაირად ფიქრობს ეს ბიჭი რა აი და ისეთი ლელო დადო კი მაგ ბიჭმა რომ როგორცაც ჩვენ გვიდებენ კი იმან დაუდო იმათ ის ზუსტად ესეთი ლელო და ეგეთი კარგი დაადებინა კიდე ხო დაადებინა კი ნუ საოცარი ბავშვია რა კი ექსერზეც კარგი იყო სხვათა აი ეტყობა რა აი სამწუხაროდ კიდე ეს არის რომ გადავეჩვეთ რა ვიცი ეს რატომ მოხდა ბოლო წლებში განსაკუთრებით ეხლა თორე მანამდე ეხლა აქსენტი რო იყო ჯაბა ბრეგვაძე ნატრიაშვილი ესენი ანუ ყველა მე აი რაღაც ბოლო პერიოდში აი მასიურად ხო კვაჭები არის ბურთით არ ჩვენი კვაჭები არის მაგრამ ბურთით ვერ თამაშობენ ბურთი ეხლა კვაჭი რო ბურთით არ თამაშობ ეხლა რა ვიცი ეხლა ნუ კვაჭი როგორ შევა ხო კვაჭი ბურთით ხელში კვაცო ბურთით ხელში ვერ შეხედავ ხო და ეხლა ეს ანუ ეს არის წინვალე აი სახელი ზალიმ რაც მოიგონა კვაჭი სახელი რაცა იგავი მაგიტომ არის ზუსტად ანუ ეგეთი ტიპი უნდა იყოს სხვა რა მოხერხებული კი ბატონო ანუ 18 და სხვადასხვა შეტევი რაც უკეთეს მე არ გამკვირვებია რა გამიკვირდა ანუ თვითონ ცდელობა არ გამიკვირდა იმიტომ რომ ხა მე გიორგი ნებსაძის აიას თამაშები რო ვიცოდი დიდიათი ახლა სულ უყურებ დიდას და მიმყავს კიდევაც ხშირად ანუ ეს საერთოდ უყურებ გამიკვირდა რომ ეს მოახერხეთ რომ ესე მალე რომ აი თუმე ამ ახლა აღმოჩნდა რომ ჩვენ თუ მოინდომებ და თუ ამისკენ მიმართული იქნები თავით გაჭრი შენც გაჭრი და აი თქვენ რო კითხვა დაუსვით აი რა შეუშვია წინა პოდკასტში რაც ძალიან დეტალი მოხდა თვალში თქვენ ეკითხებით თქვენ ეუბნებით აქსენტის რომ
იმან რომ ჩვენო ხო შვეიცარიასთან და ჰოლანდიასთანაც კი გვიჭისო ესასაო და ჩვენო შეგვიძლია ამას ეკითხები და აქცენტი აბსოლუტურად ბუნებრივად არა პოლიტკორექტულად კი ნაფიქრად კი არა უბრალოდ ხო იცი სხეულის ენით ესე აკეთებს მოძრაობას რომ რატო ვერაო ანუ ბუნებრივად ანუ რას ქვია ვერაო ხო ანუ თუ ეს იმას გამოაჩინა ანუ ჩვენთან ნაკრებმა რომ შენ თუ მოინდომდა თავში ჩაიდებ იმას რომ მოდი შეუტიო თუნდაც გაუშვა მეტილელო როგორც ახლა რა ვიცი 66 ქულა გაუშვით ინგლისთან ხო 68 ქულა გაუშვა ფინალში ინგლისმა აფრიკასთან ანუ სხვა რაგბია აქ 18 წელი რაგბში არის სხვა რაგბია არ არის რომ ტაქტიკულად მოკლა და უშვებენ შეცდომებს არ არიან ნახა ისე მომზადებები დაცვაზე რომ არ ხარ შეცდომა არ დაუშვა და შენ თუ როგორც კი შეუტიე ეგრევე რა ვიცი 10 ლელო დადე 10 ლელო დავდე ტურნირზე და პლუს რა ვიცი 10 ჯერ 15 ჯერ გავჭერით ხაზი ჩვენ იმიდან გამოვიდეთ ხან დაგვივარდა ხო რაღაცა დაგვივარდა მაგრამ შემდეგ ჯერზე აღარ დაგვივარდება ხო ეგ არის დაგვივარდა იმიტომ რომ ტემპს მოუმატეთ ჩვენ დავიწყეთ სწრაფად თამაში და ეს სწრაფად თამაში თლად ჩვეულები რო არა ვარ ჩვენ იქ ვივარდება მაგრამ არა უშავს თავარია მიბეჭვიერ მაგრამ მიჩვევა აქ უნდა დაიწყოს ჩვენ თამაშებში ჩვენ ჭაბუკთა პირველობებზე უნდა დაიწყოს აქეთკენ უნდა წავიდეს ეს ყველაფერი და ხო მოდი ახლა შენ რახან მაქეთ წახვედით ჩვენ ახლა ის ამბავი გამოვტოვეთ რა უბრალოდ პირდაპირ ნაკრებებზე გადავედით აი კითხვების ამბავი იყო რა და შენ ცოტა ხანი შეისვენე ვინო დააგემოვნე და ის კითხვებზე პასუხი გავცეთ რა ახლა ერთ-ერთი კითხვა იყო მე მგონი იმაზე აი ჩვენ სამწამიან შენ რო სამწამიანს ამბობდი ხო წესი ხო სამი წამის წესის შემოღება ჭაბუკებში ხო და ესე რა ქვია გვისაყვედურეს თუ არ ვიცი ის რბილად გითხრა თუ არის ეს საკითხი თქვენი კონტაქტებითო თუ მიგაქვთო იქამდეო და ნუ მინდა გითხრათ რომ მიგვაქვს საუბარიც ქონდა მაგრამ ნუ იქ რაღაც არგუმენტები აქვს თავისი სხვათა შორის ნიკასთანაც ქონდა მაგაზე საუბარი ჩვენ და ნიკამ კაი რა მეთქვა მე საწაიღოსო ის მე სტრაფი ბურთი საწავიდეთო და ნუ ეს მე ჩავთვალე რომ იუმორში თქვა რა იუმორში კითხვა მაგრამ ნუ ეხლა სამწუხაროდ მართლა ეგრეა ანუ აქამდე მისვლა აი ამ სამწამიანი წესის მაგაზეც ეხლა ესე მარტივი არ არის რომ მარტო ეს წესი შემოიღო მანამდე რაღაცა მეთოდური რაღაცები არის გასაკეთებელი და ნუ არ ვიცი ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მივიტანოთ ესე ვთქვათ აი ეს ჩვენი აზრი არა მარტო აქედან მარტივი არის ბეჯგუფში ჩამოვიდეს და გადასარევი თამაში გვექნება ნუ აი ამ გადაწყვეტილებებს მიღება უნდა რა ნუ ნახოთ ახლა რაღაც გადაწყვეტილებებს A კლასიდან B კლასში ხო რა რაღაც გადაწყვეტილებებს ხედავთ რომ იღებენ მაგრამ ცოტა ნელა კიდე ერთხელ გავიმეორებ რომ ხედავენ რომ რაღაც პრობლემები არის მაგრამ როგორ გადაწყვეტონ ჯერ სწორ გადაწყვეტილებებს რა ვიცი ჯერ ვერ ხედავთ რა ხო კიდე იყო რაღაცა კითხვები მიშა აბა ნახე ჩაიხადე ერთადერთი მე მინდა მაინც ეს ისტორიული ნაწილია მომენტი რომ ეხლა დღეს ვნახე რომ Facebook-ზე დაიდო 1994 წლის ჩვენი გუნდის თბილისის სურათი მანდ ვარ ჩვენ მანდ არის ესე იგი ის პერიოდია როცა წინა პერიოდი როცა ლოკომოტივი და წერია რომ ლოკომოტივი ეს ლოკომოტივი არ არის ეს არის თბილისი და ჩემპიონიც გახდა თბილისი და არა ლოკომოტივი წინა პერიოდში იყო პრობლემები სერიოზული ლოკომოტივს ჰქონდა პრობლემები პრაქტიკულად დაშლილი გუნდი რომელიც ჩვენ დაუდექით გვერდზე და ჩვენი ინტერესებიც იყო რა თქმა უნდა იქ არა მარტო ეხლა ასე ვთქვათ დავეხმარეთ არა მაგრამ ჩვენც გვჭირდებოდა და თემურ ბენდიაშვილი მოვიწვიეთ გუნდში რამოდენიმე მოთამაშე რომელიც ფაქტიურად ნუ მაშინ ნაკრების საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიც იყვნენ თემური იყო ნაკრების პარალელურად ნაკრების მნელი 94-ში მაგრამ ეს არ იყო ლოკომოტივი ეს იყო თბილისი და თბილისის ჩემპიონიც გახდა თბილისი იმიტომ რომ მანამდე თბილისს ჰქონდა ისტორია და ეს ასე ვთქვათ ცოტა არაკორექტული იყო ამის დამწერმა ნუ შეიძლება უბრალოდ არ იცოდა მიშა ისტორია სამწუხაროდ აი ეგ მომენტები ხა მეც რაღაცა გამახსენდა მაგაზე იმიტომ რომ ეს ისტორიული მომენტები აი ძალიან იკარგება რა
ეხლა ძალიან კაი ფილმი იყო საბა შოჯიკაშვილმა პირველ რიგზე გააკეთა, აი როგორ გაგვაერთიანეს მაშინ ARB ერქვა, როგორ დამოუკიდებელი. ლადო იყო, მე მგონი. ხო და ლადო დათოს მამამისის ტრიურებიდან კითხულობდა რა და ძალიან ბევრი დეტალი იყო და კი ძალიან კარგი ფილმი იყო, მაგრამ აიქაც ნახე ერთი პატარა დეტალი გამოშ კადრებში ის ადამიანი ჩანს, ეხლა დარწმუნებული ლადოს არახსოვს ძალიან პატარა იყო. ნოდარ ჩაჩანიძე იყო ეგეთი კაცი, რომელიც აი გვერდში ედგა დათოს და ნუ აი სუგა მისი ბიჭი პეტრე თამაშობდა. პეტრე თამაშობდა, ხო, იმიტომ რომ ისიც ფანატი იყო რა და ნუ რიგის ხანომერში იყო მთელი ამბავი ბუძლასთან მთელი ისინი იყო და ნოდარი დიდი ფანატი მოგვა. ხო, და ნუ ეს კაცი არა. ვერში მდგომი ადამიანი. ხო, და ნოდარი სხვათა შორის და მე ძალიან ყლება გული რომ ვერ მოვიპოვე ვერაფრით ბოლო წლებში რაღაც ნოდარის ცოტა რაღაც ვერ და აღარ მქონდა კონტაქტი და მაგას მქონდა ის ჩვენი მატჩი პოლონეთში. ხო. პირველი ისე შესარჩევი რომ ვითამაშე და იმ მატჩი მქონდა რა და აი ვერაფრით ეგ ნუგზაძარბიძემ რომ შტანგას გაარტყა არ ეკნი. ხო, რაღაცა ისეთი იყო და პოლონეთთან თამაში პოლონური არხის ჩანაწერი დევს YouTube-ზე სხვათა შორის. ხო, აი არ ვიცი მე ან პოლონეთის ნაკრებსო ჩვენ ხო იქ ჯერ რუსეთთან წავედით და მე აზე არ ქონდა და 15-9. ხო და აი რუსეთთან ჩანაწერი თამაში მქონდა რა და მაგიტომ ვიძახი თორე რა თქვა და თაი თავარი ეგ იყო რა და ეს ამწუხაროდ ხო და მაშინ ყველა ჩემპიონატი ჩავტარდა აინც არ ჩაშლა ხო არც ერთი ყველა წელს ჩატარებული კი ჩემპიონატები სულ ჩატარდა 91-12 საქართველოს პირველობას ომის დრო ხო კი თამაშობდით კი ჩვენ ძალიან ძლიერი დრო იყო მართალია მაგრამ ნუ თამაშობდით ჩვენ და სხვათა შორის ძალიან ისე დაძაბული და კაი გუნდები იყვნენ სხვა შორის პირველ ლიგაშიც კაი გუნდები იყვნენ არ იყო მაშინ პროფესიონალიზმი ეხა ხელფასს ნუ შეიძლება ვიღაცა იღებდა, მაგრამ ეხლა ამ დროს ვერ შეადარებ ეხლა იქ იყო ენთუზიაზმი. იქ იყო სიყვარული ამ საქმის, რაგბის, საუნივერსიტეტო რაგბი იყო და ესეთი რამე იყო. საუნივერსიტეტო რაგბი ხო უნივერსიტეტად სტარტებოდა. ხო, უნივერსიტეტად ხო ცალკე, მაგრამ თვითონ გუნდებიც ხო ეგეთი იყო, კაცო, უნივერსიტეტი GPI, აკადემია, ზოოვეტი, ეს საუნივერსიტეტო გუნდები იყო რა, ეხლა რაღაცას იქ მაშინ რაღაცას ცოტას რაღაცას ამ ფორმას უყიდდნენ და რაღაცა ხდებოდა რა. კი ბატონო. ხო, ამას დავაკავშირებ, მაშინ ვიღაცამ გიაღლონძე იკითხა რა, როგორი მორაგბე იყო რა და გიაღლონდი ეხლა აკადემია კომენტარებში? ხო, ვიღაცამ იკითხა რომ გიაღლონდი როგორი მორაგბე თუ იკითხვითო და ეხლა რო გითხრათ რომ ბედაგია ერთად თამაშობდი და ეხლა რო გითხრათ რომ ვარსკვლავებს წვეთით ან მეანგია, მაგრამ გია იყო აკადემიის კაპიტანი რა. ეს იყო ყველაზე უფროსი იყო წლოვანებით და იყო ამ გუნდის კაპიტანი იყო და მერე ჩვენ მაგდენი მოახერხეთ რომ ეს აკადემიის კლუბად ვაქციეთ და დავიწყეთ უამრავი რაღაცის კეთება. ერთ-ერთი პირველი კლუბად ჩამოყალიბებული ჩვენ ვიყავით და ნუ სამწუხაროდ ეხლა რაღაცა ჟამთა სვლამ იქამდე მიიყვანა აკადემია რომ აი ის რაც ეხლა აკადემიაში ხდება ნუ არც წარმოუდგენელია და ძალიან წყდება ამაზე გული სამწუხარო მაგრამ ალბათ ის ვითარება რომ შეიცვალა ხედვები იმ ადამიანების რომლებსაც ჩაბარებული ყავდათ აკადემია ფეხი ვერაუბეს ამ ცვლილებებს ისე ძველებურად აგზელებდნენ და ესე ხდება ხოლმე აი რახან ამ ისტორიულ ნაწილს შევეხეთ ახლა მინდა გავჭრა ესე ვთქვა ჩვენი პოდკასტი სარეკლამო ჭრა გავაკეთო როგორც ხედავთ ჩვენი პოდკასტის სპონსორია მაღაზია სასმელი რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს აქვე ხედავთ მის სარეკლამო აბრას და ყველა დეტალს კიდე აღწერილობაში ნახავთ ეხლა ერთადერთი კაი მომენტი დგება ჩვენ საშუალება გვაქვს ამას მაღაზია სასმელი გვაძლევს ჩვენ სტუმარს ვაჩქოთ ღვინო ეხლა ეს გადაწყვეტილებას ჩვენ ვარჩევინებთ ხოლმე ღვინოს მაგრამ ეხლა მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას ეს არის ფრანგული ლანგედოკის ღვინოა რა რატომ მინდა ეს გაჩუქო მაინც და მაინც იმიტომ რომ მან დაიწყო ესე ვთქვათ ფრანგული
ეპოპეა ქართული რაგბის რა პირველი თამაში ლაგედო ექსპანსია თუ რა ექსპანსია ქართველების ექსპანსია საქართველოში ისე როგორც პირდაპირ თავის ჩხუბით დააბით მთელი ლაგედოკის ნაკრებს რო არ ბენიდეს ძალიან ძლიერი გუნდი იყო ჩასული სხვათა შორის გუნდი ხო იქაც რა იყო ასე რომ ეს საჩუქრად შედა სიმბოლურია ზუსტად მაგიტო მინდოდა რომ მე ამერჩია რომ შენ რაღაც არგენტინულისკენ არ წასულიყავი რა მადლობა მაღაზია სასმელისგან აბატონო შეგიძლიათ მე რა ლამაზი ჩანთა ეგეთ შესაფერისი კაი გავაგზავნოთ მიშა ეხლა გავაგზავნოთ მაშინ და მე მაინც ვიტყვი რომ ნებისმიერი საქმე როგორ ნუ რაც უფრო მნიშვნელოვანია მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მისი დეტალები აი ერთი ესეთი დეტალი რამდენად სწორად მართავთ ეხება ამ საკითხს რა ვითამაშეთ დიდმა ნაკრებმა 3 თამაში სამხრეთ ამერიკაში ხო და ესე იგი პირველად თავარი წვნელი პიერ ბრონკანი შეუდგა თავის თავარ ფუნქციას როგორც იქნა ჩამოვიდა როგორც იქნა მივიდა ნაკრებთან აქამდე დისტანციურად მართავდა თუ რა ვიცი როგორ იყო ეხლა ნაკრებთან მივიდა ითამაშა 3 თამაში ნუ როგორ ითამაშა ეხლა არ ამგონია რომ საინტერესო იყოს ეხლა იმ თამაშების შეფასება მით უმეტეს რომ ამაზე იყო საუბარი მაგრამ საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ თქვათ თავად ბატონი პიერი ისაუბრებს ამ თამაშს მაგრამ ბატონმა პიერმა დაკრა ფეხი და წავიდა სახლში მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ჩვენი რაგბის კავშირის ხო რა იმიტომ რომ ეს არის უპატივცემლობა ჯერ ერთი რაგბის ქართული რაგბის საზოგადოების უპატივცემლობა და მისი პირველი პირის პრეზიდენტის მე ესე უყურებ მაგას 3 თამაში ითამაშა ნაკრებმა როგორ დავიჯერო ადამიანებს ჟურნალისტებს ესეც კითხვა გაუჩნდათ ჩვენი ნაკრების თამაშზე თავარ მწვრთნელთან რომელიც მოვიდა და ნუ არ ვიცი ეხლა სოფლიო თასია ერთ წელიწადში და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია რა იქ და როგორ არ არის სასაუბრო არაფერი ეს არის შეცდომა ჩემო კარგებო ნუ წვიმან შეცდომა არ არის მე მგონია შეიძლება ფრი რაგბი რო არ იყოს ეს ენთუზიაზმი ბიჭი რომელიც ნუ მე არ ვიცი რა დღეშია რა ესე იგი ნუ მისი ენთუზიაზმის შურს რა ესე იგი დღე არ გავარო რაღაცა არქნას რა და მაგან გააკეთა რაღაცა პატარა ის იყო პოსტი რომ ეს თვითონ არის როცა ესე ახერხდება ანუ ესე იგი ან უნდა მიუშვო ეს ადამიანი იმ ბრონკანთან და თუნდაც ვიტოსთან და იგივე ეხება იგივე არანაკლისშოვნია რომ ესე ჩავარდა სოფლიო და არანაირი ვიტოს კომენტარი არ არსებობს და არანაირი შეფასება კარგი სიტყვაზე არ მიუშვი გარე ჟურნალისტი ხო ჯერ რატომ უნდა მიუშვე გაუგებარია მაგრამ თქვა და არ მიუშვი შენ მაინც თვითონ კავშირის რა ვიცი ხო პერსამსახურად შენ მაინც ჩაწერე ინტერვიუ და სრული რაღაც შეფასება გააკეთებიე ვიტოსაც უნდა გააკეთებიო და ბრონკანსაც რა თქმა უნდა ხა წარმოუდგენელია ბრონკანზე ამდენი ამბავ ხელა ატეხილი კაცი ეგეთი პრაქტიკა ჯერ არ ყოფილა საქართველოს და ესეთი ინტერვიუება არ ვიცი არ მახსენდება რაც კატასტროფა მე ვცადე თავის დროზე ეხა გოდერძის დაურეკე ჩვეულებრივად ეხა მაგის გუნჩია და ნუ გოდერძი მითხრა იცი ჯერო აი კონტრაქტი რო არა აქო რაღაცა პრესასთან არ უნდაო ჯერო ისა თორე კი ბატონო ნუ ეხა ესეც ხო ეხა ჩემი ეხა კერძო ინიციატივა იყო ესე ვთქვათ რა ნუ ეხა რაღა კერძო ეხა საქმედან გამომდინარე ხო და ისევ პირადი კონტაქტებით და ნუ გავიგე რომ თქვათ იქაური მენტალიტეტის ადამიანისთვის ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა რომ ჯერ სხვაგან არის ჯერ საქართველოს ნაკრებზე არ უნდა ლაპარაკი ისე მაგრამ ნუ ეხლა აი მე ვერ გავიგე ზუსტად არა ნუ მე რაც გეუბნები იცი რომ მაშინ ხო მაშინ გასაგებია მაშინ კონტრაქტი არ ქონდა ჯერ ხო რა და ნუ ისე იყო რა და იქ თავისი ვალდებულებები რაღაცა როგორც გითხრეს იპარებოდა აქ და რაღაცა მაგრამ ნუ ეხლა ეს ცალკე ამბავია მაგრამ ეხლა კაცო როდესაც იანვრიდან გელოდებიან აქ და ვაიმე ის თქვა და ეს გამოაგზავნა და აგერ იმასთან წავაგეთ რა ქვია
პორტუგალიასთან წავაგე და არ იქა, მე სადღაც გაჟონა ვიცი, ჯერ არ იყო მზად როგორც ნელი და მთელი ამბავი, რა ვიცი. არა, ეს პრობლემა, სერიოზული პრობლემაა. ეს 2 დღე ჩამოსვლა თბილისში რა უნდა. ელემენტარულად ეხლა გულშემატკივრები, ხო? რა ვიცი, 3 წელია, რა ვიცი, 2-3 წელია ვკითხულობთ აშვეთიას ამბავს. ხო, ეს ცალკე აბრამიშვილის ამბავს რა ხდება, ამიტომ რა ჭორები მოვიდა აბრამიშვილს, რომ სხვა მიზნები ქონდა. ხო და აგერ უცებ, რა ვიცი, აგერ კითხეთ. როგორც კი მოვიდა ადამიანი, უცებ გავიგეთ თუ რაც 3 წელი ვკითხავთ, უცებ ელემენტარულია, რა ვიცი, ეს ხო შეუულია რა, რა ვიცი, საიდუმლოება თუნდაც იმ ადამიანს არ უნდა საკუთრებაში. არიციან მუშაობა, სერგო. ხო, არა, მე გეუბნები პირდაპირ ვამბობ. არა, მად მივდივართ ეხლა მაგას. აი ამ ადამიანებს აი მოგმართავთ, რომლებიც ზოგი კომენტარებში წერს, რომ ნაკლებად კრიტიკულები ხართ, ზოგი ჩვენი ახლობელია და პირდაპირ მოდის და გვეუბნება, რომ კოჩს უგორებ და აი ზუსტად აი ამ ადამიანებს ვეუბნები. აი კარგად გაიგეთ ეხლა რასაც ვიტყვი, ჩემო კარგებო. ქართული რაგბის პრობლემა, ჩემი აზრით, არის საქართველოს რაგბის კავშირი. და ეხლანდელი კი არა, 20 წლის თუ 25 წლის პერიოდს გულისხმობ მე. აი იმათ, ვინც გონია, რომ ჩვენ კრიტიკას ვაკლებთ რაღაცას, თქვენ გასაგონად ვლაპარაკობ. იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე მხარდამჭერები გახდით იმ სიტუაციის, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. აი იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ რა და ეხლა მაგაზე აღარ გავაგზავნებ საუბარს, მაგრამ ეს შეცდომები ჩემო კარგებო. ანდა თუნდაც ეხლა დავიწყოთ ეხლა 20 წელს რომ ვამბობ, ეხლა რო გააქვს 2 გექტარი მიწა მზიურში, სადაც ბავშვებისთვის მოედნები უნდა გაკეთდეს და იმას ყიდი. ესე იგი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ სათხარ და რისთვის ახარ და რა მისიით ხარ მისული რა. ეს აი როცა ისტორია ქართული რაგბის ზუსტად იმ უბანში, იმ რაიონში, იმ რეგიონში დაიწყა აკვანი, იქ ხდებოდა ყველაფერი და შემდეგ იქიდან უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ იმის საფასურად გადასვლა სხვა სოფლად ეს არის არანაირი კოვიდი აქ არაფერ შუაში არ არის. ჩვენ იმიტომ დაგვაკლდა დღეს კონტინგენტი ბავშვთა და კონტინგენტი რაგბში, იმიტომ რომ ხალხი ვერ დადის ამ აბჭალებში და აბჭალაში და სადღაც არ ვიცი, ყველა იქ ვერ ცხოვრობს. აი ვინც ქალაქში ცხოვრობს და ცენტრში ცხოვრობს, ეს ადამიანები ჩვენ დავკარგეთ ეს კონტინგენტი, იმიტომ რომ არასწორი ლოკაციები იყო მითითებული. რატომღაც ვეცით ფეხბურთის ბაზებს და წავართვით ფეხბურთელებს და გონია რომ მაგარი რამე გავაკეთეთ და ამ დროს ამ ფეხბურთმა ოქროთ ვაკის მთელი ეს ინფრასტრუქტურა და აისაკუთრა და არიან ოქროთ რა. აი ეს გააკეთა ისა რაგბის კავშირმა რა. ეს არის პრობლემა ქართული რაგბის. იქიდან მოყოლებული დღემდის. დღეს პრობლემა ჯერ ის არის რომ გამოუცდელობა და არასწორი მართვა გრძელდება. აი ეს არის ჩემი შეფასება ეგეთი არა. ეს ახლა ძიმე ნოტაზე დავამთავრე. ნუ დავამთავრე. არა ეს მეც ახლა ხო, მე ახლა ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მაგრამ ეს ადამიანი ვინც ვთქვათ სადაც რაგბი შეიქმნა და რაღაც ეს ხალხი რა თქმა უნდა მაგალითად ზალგიგინეშვილს უმახსენდება რომ მიუხედავად იმისა რომ მაშინ ავჭალაში და შევარდენზე სტადიონები რომ ვთქვათ კავშირმა მიიღო ერთის ადარდებდა სულ მაგალითად ზალგიგინეშვილს რომ აი ცენტრმაო დაკარგაო ანუ ცენტრმა რაგბი დაკარგაო ანუ და ეს არის ხა რა თქმა უნდა მით უმეტეს იმ პერიოდში ახლა თქვენ დროს ცენტრი რა თქმა უნდა ეს იყო მაუძებელი აქ იყო ცენტრი და ხო რა არის ეს ბუნებრივად ესე ჩამოყალიბდა სტადიონები როგორ არის გოგეს იმაზე შევარდნეზე იმაში დავდიოდით ხო 37 ნომერი ავტობუსით დავდიოდით ჩვენივრად თამაშობთ ქალაქგარეთ იყო ის საერთოდ არ ხდებოდა იმაში სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მოედანზე გასაგებია მაშინაც ის იყო მაგრამ სამაგიეროდ ქვაზე ქვიან მოედანზე ვარჯიშობდით სტუდქალაში არა პრობლემა იმით ცენტრალურ ცხოვრობს აი მე დაურეკავთ ჩემთვის რომ აი რაც სად მივიყო ანუ ჩემს მივიყავე და პირველს მაგას ვეკითხები რომ სად ცხოვრობ მეთქი შანსი არა სად უნდა საიდან უნდა იარო და მაგას რომ მეუბნება რომ სადღაც აი ვაკეში ვერა საბურთალოზე რა 3 საათი გზაში უნდა იყოს მე-4 პლატოზე ახვალ ხო ხა მაშინ პრობლემა უნდა იყოს შობელი რაგბით რომ 3 საათი დააგარბინოს გზაში. ხო რა, მით უმეტეს ეხლანდელ კოლაფში რაც ხდება მაგ დროს რა, როდესაც ვარჯიშები ინიშნება. მაგის გარდა შვიდკაცის აღორძინებას ეხლა ვცდილობ, მაშინ როცა იყო ისტორია შეიქმნა პატარა და ეხლა თბილისის ტურნირი იყო, თბილისის შვიდკაცა იყო.
როგორც კიდე კაი რაღაცა მაკეტკენ გადავიდეთ. შეგვიძლია გადავიდეთ. ხო, გადავიდეთ რა. შევეხოთ, კი, ახალწლიანი იყო და შევაფასოთ. ჩემი აზრით იცით მე აზრს გეტყვით გიორგი ნოზაძესთან დაკავშირებით შვიდკაცა რო თქვა რომ ეხლა ქართველებმა რაღაც განსხვავებულად ითამაშეს და აბსოლუტურად მე ეხლა არ ვიქნები მართალი მაგრამ ერთ რამეს მე გავბედავ და ვიტყვი გიორგი არ გავს არც ერთ მწვრთნელს ვინც კი მანამდე მინახავს მე საშვიდკაცო მწვრთნელებში გიორგი აბსოლუტურად განსხვავებულია არ არის არასტანდარტულია თავისი ხედვა აქვს მე არ ვიცი როგორ აისახება მე ეგ შედეგში როგორ შედეგს დადებს მაგრამ ჩემთვის საინტერესოა ის პროცესი რომელიც მას აქვს ჩაფიქრებული და უნდა რომ მართოს ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა მე მაგალითად მაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით რაგბის კავშირის ხრიდან ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ და რომ გიორგი გახდა კი, კარგად იმუშავა, მე ანუ ორივე ტურნირზე მოიგო სამი თავის ჯგუფში, რაც მე მგონი სამი თავის ჯგუფში მოგებული, რა ვიცი 10-15 წელი არ მქონდა რა. ხო, არა, არ ყოფილი. უბრალოდ აი მართლა ეხლა რაღაცა თან ამ გუნდებთან რა, იტალია, საფრანგეთ, ბელგია. მართლა გუწევთ, აი მართლა არ გაუმართლა, აი რაღაც არ გაგვიმართლა, რაღაც საოცრად წამოვიდეთ. პირველ ადგილზე გავედით და ჩვენ და ჯინა ზავით საფრანგეთმა წააგო იქ თამაშები და მეროეზე დაждდა და ანუ იქაც საფრანგეთი დაუჯდა და იტალიასაც წამეთითოს ვიგებდა. პატარა დეტალში მაგრამ თვითონ აშკარად თვითონ მაგასო თავი დავანებოთ აუცილებლად თვითონ სამ ამტურზე წავიდოდა აშკარად ბევრი იმუშავა იქ ჩემპიონატები ჩაატარა სელექცია იქ ნაკრები ანუ მანამდეც ბევრი იმუშავა და აშკარად ახლა გუნდზე ეთყობოდა რომ პირდაპირ ვიტყვი რა ეთყობოდა რომ აი მე ახლა სულ უყურებ ყოველ ზაფხულს მოტივირებ ბიჭები იყვნენ მოტივირებული ეთყობოდა ეს აშკარად გუნდს იყო რომ აი იმიტომ მე აშკარად ახლა შემიტყვია რაღაც ყოველთვის არა მაგრამ რაღაც სიტუაციებში შემიტყვია მოტივაციის ნაკლებობა და რაღაცა აი იყო გუნდი იყო მოზადებული კი ნორმალ შედეგს ნორმალურად დადეს ახლა მოიგეს ვიხარ მე როთი ხანახან მეროეზე არის გამაჯერებლად ანუ ნორმალურად მე ეთყობოდა თუ არა მე ასე ვიტყოდი ანუ ნამუშევარი გუნდს ეთყობოდა რომ რაღაც დაფიქრი იყო რაღაც და მე რა პლუს ვიქ ბიჭებს რო შევატყვი რაღაც ინტერვიუზე იმაზე თვითონ ბიჭები იყო მაყოფილი გუნდში გარემოთი ესეც არ არის პატარა დეტალი კი, ჩვენ მაგაზე გიორგი რო ყავდა, მაგანაც ერთ-ერთმა პირველმა ახსენა, რომ ის ანუ მოთამაშის მაგისტრის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, თუ აი ესე ვთქვათ, გუნდში როგორია და არა ანუ ის მისი გუნდში ყოფნა, ანუ ფსიქოლოგიური მომენტები უფრო წინ ქონდა და სხვათა შორის ახლა მე სულ ვრეყავდი რა, მით უმეტეს ახლა პირველ რომ მოიგეთ, მეორე მე მეც საღამოს დამერეგეთ, მოკლედ სულ ლაპარაკობდი და ბოლოს რო ეხლა რო წააგო და დაჯექი ორიანი ეგეთი ის იყო, მაგრამ ნუ ეგ მითხრა რა. ესე იგი, ნუ იცი როგორ ვიყავით, რომ აი ეგეთ არ მოგვიგიაო. ხო, არ მოგეუბნები. და გიორგის დაუძახე მე მეორე ხო ზუსტად იგივე მოუვიდა და მეთქი აღარ დაგირეკე, იმიტომ რომ ეხლა რაღა უნდა გველაპარაკათ ხო და არაო მოდიო რა აუცილებლად, იმიტომ რომ მეცო ძალიან ის გამოცდილება მივიღო. ერთადერთი მე რაც პრეტენზია მაქვს და უკვე დიდი ხანი ამას ვიძახი რა რომ ხალხო ფსიქოლოგიურად ეს ხალხი მოსამზადებელია ფსიქოლოგი გჭირდება ასეთ გუნდებში მით უმეტეს სადაც ასეთი ემოციური და ფიზიკური დატვირთვაა რა იმიტომ რომ აი იტალიასთან რო წააგეს 19-ით იმას რო ვიგებდით რა ხო 19-ით ვიგებდით და წავაგეთ ის თამაში და ბიჭო თან მესმოდა წინაზე რა იმაზე ის ხო მიკროფონი მია და იტალიაში რო წავაგეთ იტალიასთან წავაგეთ ეხლა ანუ პირველი თამაში მეორე დღის მეოთხე ფინალში ხო მეოთხე ფინალში და მე ორჯერ შევხვდით ხო მაგათ ხო ჯგუფში მოუგეთ და მოუგეთ ისეთი რომ ვაგებდით და მოუგეთ და მე ვიგებდით ხო ნუ ეგ უთხარი მეთქი წაგებულის მოგება ვისწავლეთ ეხლა მოგებულის შენარჩუნება რა ზუსტად ეგეთი რაღაცა მოუვიდათ იქაც რა რომ უბრალოდ უნდა შეენარჩუნებინათ რა და მაინც და მაინც მაშინ გაიტანეს ეს ბურთი იქა ვერავინ ვერ მიყვა იმიტომ რომ ნუ დაღლილები იყვნენ რა და დაგარგა ახლა იმ ბურთი აი დაიჭირა იმ იტალიელმა და ისა და თუ არა გავიგე ხო აწევენ კონდიციებს არა ხო არა იცი რა არის ერთადერთი მე მაინც გონია ნუ აი მე გიორგის ახლა მოველაპარაკეთ და ჩვენ მაგაზე გვექნება საუბრო მოვიწვენ და მაგაზე და იქაც ვეტყვი რა თქმა უნდა მინდა რომ ახლა მოусმეს და მოემზადოს ამისთვის იმიტომ რომ ვეუბნები რომ ეს შენი გამოცდილება რომელსაც შენ ამას იღებ ძალიან ძვირი ჯდება არსებობს ადამიანები არსებობენ რომელიც ცოტა წინ წაგწევენ
გეტყვია რომ აი ესეთ სიტუაცია, ანუ ეს არის თქვენ წამთ ფსიქოლოგიის მე ვაწვევი სპორტულ გუნდში. ვაწვევის გუნდში, იმიტომ რომ აშკარად ხედავ რა, რომ მე მაინც როგორ ბატონ გიაიც, მაინც წამს რომ მაინც მსნელის, ანუ მაინც ძველი ყაიდის ვარ მაგაში. გასაგებია, გეთანხმები. გავიგე რომ გავიგე, მაგრამ ეხლა ფსიქოლოგი უნდა იყოს ავტომატურად რა რაღაცა. კი ბატონო უნდა იყოს, მაგრამ ეხლა ყველა ეგრე ხო არ არის. ეხლა იმისი არ იყოს, ეხლა ყველა კარგი მოთამაშე მწვრთნელი ხო ვერ ხდება. ანუ იმას რაღაცა პედაგოგიური ნიჭიც უნდა გქონდეს. ვიღაცას ეს აქვს, ვიღაცა დადის იმ სკოლაში, როგორც აქვსენტი პირველი კლასიდან ისწავლა და ეგეც სად არის ეხლა რომელ აკადემიაშია და რომლის პროფესორი აღარ ვიცი უკვე რა. მაგრამ აი მეთოდურად ადამიანმა ისწავლა, იმის გარდა რომ ეხლა თავი და ნიჭი ქონდა ამისი და მონდომება ქონდა ეს ყველაფერი ისწავლა. მარტო გამოცდილებაზე ხო არ არის აწყობილი ახლა აქვსენტის ის რაც არის აქვსენტი, ხო? მაგას ვიძახი რომ არის მეთოდები, რომელიც წინ წაგწევს, როცა შენ მოისახა. თორე მე კი არ ვიძახი რომ ახლა ფსიქოლოგს მოვიყვან და არიქა ყველაფერი გამოსწორდება. ეგრე არ გამოსწორდება. რა თქმა უნდა, შენც ისევ გამოცდილებას მიიღ. უბრალოდ დრო ისე ჩქარა მიდის, რომ ძვირიჯდება ეს გამოცდილება თქო რა. და როდესაც არის საშუალება რომ ეს მოიგო ეს დრო, უნდა გამოიყენო. და სხვა შორის ეგეთი ბიჭის მოვნახე რა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოვნახე და მაგასთანაც გვექნება ჩვენ საუბარი და მე ვთხოვე რომ რაღაც თამაშებს გადახედოს და ეს ფსიქოლოგიური ასპექტები გვითხრას, აი როგორ დაინახავს ფსიქოლოგი ამას. მე მგონი საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო. სერგოშ, რამე ხო არა გაქვს შენ საქმე? ყველაფერი, აუცი, ეროვნულ ნაკრებზე ერთი რაც შემიძლია ეროვნულ ნაკრებზე შემიძლია თქვა რომ ხო, ანუ მაინც აი რა თქმა უნდა ხა ხარისხი ლაპარაკობთ ძალიან დიდი ხარვეზები გვაქვს. ხო, ეხა იმ ერთი წუთი რა სერგო ჩაგერე რა არ მომეწონა, იცი? პირველივე ინტერვიუში იყო რომ ძალიან მომეწონა დაცვის ცნების მუშაობა. ეხლა დაცვის ცნების მუშაობა, სადაც ეხლა ზუსტად არ მახსოვს ჩილესთან რამდენი ლელო გაუშვით, იმასთან რამდენი ლელო. ლელოს გაშვებაზე არა, ლელოს გაშვების გარდა ბატონო თუ დააკვირდით, როგორც კი რომელიმე გუნდი მაგ სამიდან ახერხებდა იმას, რომ აი ორი სამი ფაზა სწრაფად გადაება, ხო? ეგრევე ჯარიმას ხელმსაწყელი ქონდა გამოწეული ჯარიმაზე, ეგ უჯარიმოთ თავს აი უშანსოდ ვიყავით, აი სულ ჯარიმდებოდით. მაგას ლელოები ხო ბევრი გაუშვით და მე კიდე მაინც ახლა რომ ვისაუბრეთ, ანუ კი, რა თქმა უნდა, იქ ბოლოსკენ უკვე უკეთესი იყო, ერთის შემოთვით პირველი მეორე. ეს თუნდაც ეს რა თქმა უნდა უდაოდ, თუნდაც აი რა, იმიტომ რომ ეს ოცდადებები კატასტროფით იქ ჩავდნენ, რომ აი ერთი არაფერი არ იყო რა, რაღაც ანუ ერთი პატრა ნაბიჯი არ იყო წინ და. ხო, მაგრამ 20 წლიანებს ძლიერი გუნდებს ეთამაშდნენ და ესენი ჩილეს ეთამაშებოდნენ და ეგეთ სამოა მე სუსტი არც მინახე. სამოასთან არის ბატონო მიშა, სამოასთან ესე იგი მაგარი მოთამაშეების უდიდესი ნაწილი არ ჩამოწევს. ხო, პრობლემა აქვს. კონფლიქტი აქვს იქაურ რაგბის კავშირის პრეზიდენტთან და პლუს ესე იგი უკვე იქ ისე მდგომარეობა მთავრობა არის დაპირისპირებული სამოს რაგბის კავშირთან და უკვე იქ ორდრაგბი ემუქრება იმას, რომ საერთოდ გაგრიცხავთო თუ მთავრობა არ შემოგეთ, იქ მოგეთ დიდი არეულობა. სერიოზული პრობლემაა, თორე ის სამო ეხლა ჩვენ რო შევადავთ პირობითად, რა ვიცი, ხა თუნდაც 2022 თამაშებენ? ვინ? ანა აი სამოა მოანა პასიფიკი დაიშალა ხო, იმიტომ ბიუჯეტი ვეღა ეგ მაგას აფინანსებს ზელანდიის რაგბის კავშირი. და აღარ აქვს, ანუ მაგის ფული აღარ აქვს შესანახად და ეგ ხო მაგათი აკადემიები. ხო, კი და მოგეთ სამოა თუნდაც რო შევადავთ, რა ვიცი, ხა 2022 წელს გუნდი იყო, აი სადადედამიც ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამოა რომელიც სიტყვაზე თუ კომპლექტი მოაგვარეს და სოფლიოზე ჩავა, აბსოლუტურად სხვა გუნდია ვიდრე ის რა ქვია, სამოა როცა ჩვენ ვეთამაშეთ ეხა და მაგის გარდა იმ სამოასაც უდიდეს ხავეზები იყო და გარდა ამისა ურუგვაისაც ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა უდიდეს ნაკრები და მოკეთ ურუგვაიმ ბოლოს იმასთან რუმინეთთან წააგო. რომ წარმოვიდგინო მე გავხაზგავთ არ მინდა ხა ხო მაგრამ ბრონკას გონია რომ ჩვენ ეგ არ ვიცით. ხო და აი მაგის ეგ არ ვიცით. აი მაგის თქმა გვინდა. ეგ არ ვიცით მაგას გონია თუ ის არა. აი ძალიან კაი თქვით ეხა ბატონ მიშა აი მაგის თქმა გვინდა რომ ეს ძალიან ბევრი წვნეს ყო ეს გვიგზნია რომ კი ბატონო რა თქმა უნდა ის ქვეყნიდან რომ ჩამოდიან ინგლისიდან ზელანდია რა თქმა უნდა ჩვენზე მეტი იციან უდაოდ მაგრამ ახლა ახლა ისი ასაკო თვალ დებილები ვიყო ხო ანუ რომ ეხლა გითხრა რომ იმაზე კარგი დაცვა ვითამაშეთო ანუ ეხლა წარმოუდგენელია ხო ეხლა ახლა ეგეთი შტერები წავართ რომ ეგ ჭამოთ ხო ანუ აი და ეგ უკვე მეასო ვიცი ცუდი ნიშანია როცა წვენდი ამას ამბობს რომ აი ამაზე გეუნება რომ ეს პატარა იმიტომ რომ ეს გამოცდილება მაქვს
კოკლის რაღაცა მახსოვს, იქ მილტონისგან რაღაც ეგეთ სიტყვები მახსოვს. ხო და ეს რო გროვდება ეს გამოსლება რომ ეს პატარა დეტალი რაღაცა რომ აი ხო იცი ეს შეიძლება რა ვიცი პირობით რომ ეს შეიძლება რო ეთქვა რა ვიცი აბა 20-17 წელს კიდე შეიძლება კაი მოტყებულიყავით და იმიტომ რომ მაშინ ავ ჩაკეტილები ვიყავით და მაშინ კიდე აფხუდებოდით და იქ კლოც ახლა დიდი კამათი ქონდა იქ ბენდიაში ხო იქაც ყავდა მოწინააღმდეგე კლოც ხო ახლა ფათეს რატომ და მიიღო ვიღაცა თქვა რა თქმა უნდა კაცო ხო და ეხლა გეუნე მისმენ გავიდა რა ვიცი მისმენ ეხლა ტიერც მოუგეთ ამდენჯერმე რაღაცა და კიდე გეუნე რომ ინფორმაცია არის უამრავი კაცო ეხლა ჩართავთ ნებისმიერ YouTube-ს იმაზე ყველაფერს უყურებ არა გეუნე ყოველ ორ ფაზაში საცხელი ქონდა გამოწეული ჩვენ ჯარიმაზე ეს ალგე პრობლემაა კიდე მაგაზე მინდოდა ხა ნიკასთან ეხლა ჩვენ მეორედ ვკითხეთ ნიკას უკვე ეგ ამბავი რა ხო მეორედ ყავდა რომ კი მარა ეს საჯთან რაღაც ნუ აი კორექტულად გაჩვენებულია რა როგორ შეიძლება ხა გუნდმა საჯთან არ იმუშაოს ეგ მე პასუხი ვერ გავიგე და მგონია რომ არ არის რა და ვიღაცა მაინც თქვას რომ რას ამბობ ჩვენ ყოველთვის არ ვიცი ნიკას არა მაგრამ სხვა მსაჯი მოდის და ასწავლის ჩვენებს რა აი სხვათა შორის ხო ელემენტარული რაღაცა თქვა რა ხო გახსოვს რა თქვა გუნდებს იმას შვებითო სწავლობთო რა ანუ მე ხარ ერთი მომენტი მახსოვს რომ აი ვიციო რომ რომელიღაცა იქ რომელიღაც გუნდი და ნახევარ ნაბიჯს აკეთებს აფსაიდშიო და აღარც ვიყურებიო იქით რო ვიციო ეს ტიპი იქ არისო ეგრევე ვსტოენო რა იმიტომ რომ ვიციო რომ ისა აქვს და ხმას ვერ ამოიღებსო ანუ ესეთ არიან და ჩვენები ახლა და ჩვენებზეც თქვა რომ აი ვიღაცაებზე უთხარი ცია შენავ და მე უკვე დავაკვირდი რომ ასწორი იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მუშაობდა რა გუნდთან და როგორ შეიძლება ახლა ეგეთი ადამიანები ყავდეს რა და არ გამოიყენო რა აი მაგას წარმოუდგენელი ნიკას აი ერთი ეგ დავახსოვდა კარგი სიტყვაზე რა თქმა უნდა შემატკივარი იტყვის ვიღაც იტყვის რომ აი თქვა რაღაცა ამაში სუსტები ვართ რაღაცა ბოლო მოვიყვანოთ სპეციალისტი ესეთ რამე და ნუ კარგი სიტყვაზე რაღაც კავშირს მიაჩნია რომ თქვა რომ უფრო მეტი იციან და სიტყვაზე არ არის ჩამოყვანა რაღაც ტიპის სპეციალისტები საქართველოში რომ თუნდაც სადაც უნარებზე აკადემიაში ან სადღაც რომ თუნდაც ორი დაახვა კარგი სიტყვაზე ჩვენზე მეტი იცით მაგრამ აი ელემენტოთ აი ნიკას მოყოლი და რო ავიღოთ ტოპსაჯია ტოპსაჯობა უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას რომ საჯობაზე ბევრად მეტი იცის უკვე რაღაც დონეზე უკვე იქ გამოიწყული იმიტომ ისეთი რთულია რაგბი რომ ტოპსაჯი ვერ გახდები თუ უკვე რაგბის არ გესვლის და სხვათა შორის აი მაგალითად რუისი რო იყო ფრანგი მსაჯი ეხლა წვნელი არის საფრანგეთში პროდეორში ანუ უკვე იმ დონეზეა და უკვე როცა მაგალითად აი თუნდაც აი ჩელსი მაგალითად ვერ ვიყო აი რაგბის კავშირში ხო და მაგალითად როცა ამბობს რომ ვიცი რომ ტოპსაჯი მე ამბობს ასეთ რაღაცას რომ რაგში ვართ ძალიან კატასტროფულად სუსტები ეგრევე აი ეს ხო ავტომატურად საჯი ტოპსაჯი რომ ამას გეუნება ეს ხო ავტომატურად იმის ნიშანია რომ ესე იგი მოდი აქ ვიღაცა მოვიმოთ ვინც რაღაცა რაგში დაგვეხმარება ნიკამ თქვა რომ ჩვენ არ გვესმის ხო საერთოდ არ გვესმის ნიშნულობა ეს კაი ნიკასგან მაინც მიიღეს ისა რომ კარგი სიტყვაზე მე რო თქვა ჩათვალა ხე შენ აზე არ ხარ რომ კი ბატონო მეტყვის ვიღაცა და კი ბატონო ეხა არ ამბობს ხო ის ისტორია რომ კი ბატონო მაგრამ ნიკამ ხო თქვა ეგეთი რამე რომ ესეთი რამე და ეგ მაინც გაითვალისწინე და თან პირდაპირ ამბობს რომ განაპირობებს თამაშის უშუალოდ პირდაპირ განაპირობებს რა თქმა უნდა ისეც ვიცით ხო ყველამ ანუ ესეთი რამე ანუ ამაში აი მართლა უკეთესი მუშაობა არის საჭირო და ყველაფერს არ ჭირდება რაღაც დიდი ფული და რაღაცა მეტი დეტალების მიმართ ყურადღება ჭირდება და რაც თავარია რომ ყავს ეგეთი ადამიანები პირდაპირ გეუბნება რომელსაც შეუძლია ეგეთი რამე უბრალოდ გითხრას და მოგეხმაროს ხო და ეს პირდაპირ ენავს ავიც უნდა ჩაიწერო რომ აი კაცი ამბობს რომ ამ დონით საჯი ამბობს რომ რაკი არის თავარი ერთ-ერთი თავარი კომპონენტი ეხლა აშკარად პრობლემაა ხო ესე იგი რაღაცნაირად ამოდი ამას მივხედოთ რაღაცნაირად თორე კი ბატონო მე ხო არა ვიღაცამ კომენტარი დაწვა Facebook-ზე იმას დაუჯეროთ ახლა ყველას ნათქვამს ხო რა თქმა უნდა ახლა ეგეთი მომენტიც არის და შეიძლება მაგაზე უარი თქვა მაგრამ როცა ეგეთი რაღაცა სხვათა შორის აი ამ ესე ვთქვათ გულშემატკივრების რაღაც ჩარევაზე და რაღაცაზე და მათ აზრებზე მინდა კიდე ერთი რაღაცა ვთქვა ჩვენ ყავდა ერთ-ერთი სტუმარი აქ ოთარი ზოიძე რომლის ვთქვათ ამ პოდკასტმა რაღაც სხვადასხვა ის გამოიწვია. ნებათაღელვა გამოიწვია. კი. და ის ოთარი, თუმცა ჩვენ ბევრ რაღაცაში დავეთანხმეთ, რაღაცაში რა თქმა უნდა არ დავეთანხმეთ, იმიტომ რომ ადამიანია, თავის შეხედულებები აქვს. ხო და ეგ შევკვირდა რომ მეო ამას ესე არ დავტოვებო და მე დავწერო რაღაც მოსაზრებები მაქვს ჩემიო და რახანო ეხლა თქვენ პროვოცირება გამიკეთეთო, მე რაღაც ესეთ კონცეფციას შევქნიო საქართველოში რაგბის განვითარების და
გავიდა ხანი და მართლა დაწერა ამ ადამიანმა ესეთი კონცეფცია, მოგვაწოდა. ჩვენ გავეცანით. მე მგონი შენც მოგცა, ხო? ეხლა სიმართლე გითხრათ, ძალიან ისეთი ნამუშევარი არის მართლა ძალიან სერიოზული რა, ისეთი ფუნდამენტალური ნამუშევარია. თუმცა უფრო ისეთი იურიდიული ასპექტებია ძალიან ხაზგასმული. სპორტული აქცენტები ჩემი აზრით რა, ეხლა ჩვენ ოთარისაც მოვიწევთ აუცილებლად, იმიტომ რომ ამის განხილვა გვინდა და მე მქონდა მასთან საუბარი და იცით მე ყველაფერზე მაქვს ჩემი არგუმენტი. კი ბატონო, თავისი არგუმენტები დადოს და ჩვენ გვინდა პროვოცირება გავაკეთოთ ამისი. ჩვენც იმას ვქენით, რა ქვია, ჩვენც ეს გადავახალისეთ, ესე ვთქვათ, აი მე და მიშამ ცოტა ხანი წავემუშავეთ, ეხლა ცოტა გვაკლია და გადავახალისეთ ეს მისი კონცეფცია და მისი შეხედულებები. ეს არის გრძელვადიანი პროგრამა. ერთს ვიტყვი მარტო, რომ თავარი აქცენტი არის გაკეთებული ბავშვთა სპორტზე რა. და შესაბამისად ეს არის 10-15 წლიანი პროგრამა, რომელმაც ამ დროს უნდა მოგცეს შედეგი. ეხლა ჩვენ თუ გვინდა მართლა და მე ესე უყურებ ამას, რომ ეს ამის გარეშე არ გამოვა, ჩვენ სხვა მიზნები, ეხლა არ ვიცი რა უნდა ქონდეს, ეხლა სოფლიოზე სულ გავალთ. კი. ეხლა, არ ვიცი, შავი ლომი რას იზავს და როგორ იზავს, კაცმა არ, მაგრამ იქნებ რაღაცა ქნასებით მეტეს ეხლა ლეგიონერები დაიმატეს და იმედია მაგიტომ არის, რომ იქნებ ეხლა მაინც ხო, გავძვრეთ იქიდან რა და როგორც ილომ გითხრა, თამაშის ხარისხი რო იქნება, შეიძლება URC-ში მიგვიო. არ ვიცი, ვნახოთ, აგერ არის ეს ყველაფერი. 6 თვე დარჩა სულ, ხო, ეხლა შემოგვიყვება. ოქტომბერშია. არა, დეკემბერში დაიწყება და არა, ოქტომბერ ამ წელს არის გადმოწიეს და ოქტომბერში იწყება. საახალწლოდ გვეცოდინება რა ხდება, ხო, საერთოდ ვიგებთ, ვაგებთ, გავდივართ, არ გავდივართ. ნახოთ რა, როგორ იქნება და ამიტომ ჩვენ გვინდა ეს სამჯავროზე დავდოთ, არ ვიცი ახლა ტექნიკურად როგორ დავდებთ YouTube-ზე დავდებთ. ეს დოკუმენტია რა, 34 ფურცლიანი თუ მეტი. ჩვენ რატო ახლა თვითონ ავტორმა უნდა მოინდომოს ხო? არა, მაგას მოვიყვათ, მე გეუბნები რომ ესე წარმოგვიდგენია ეს რომ დავდოთ და ესე თქვა ფართო მსჯელობის საგანი გავხადოთ ესა. რა თქმა უნდა ეს არ არის საბოლოო ჭეშმარიტება და არც აქვს პრეტენზია, უბრალოდ ადამიანის ხედვა. რა თქმა უნდა, ინიციატივა არის ძალიან დასაფასებელი. რა თქმა უნდა, ქართველებს გვიყვარს ესე იგი სხვის გაკეთებულზე ჩარევა და მე რაღაცების რჩევების გაკეთება და ეს ცუდი არ არის, თუ ეს საქმიანი რჩევები იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა რამოდენიმე რამე დავაანონსეთ რა. მიუხედავად აგვისტოსი და ესეთი მეც ვიტყვი მართალია ცხელი ზაფხული არ არის, ოთარის გეგმაზე მეც ვიტყვი ორი სიტყვით მე სრულებით ვიზიარებ ამის სულისკვეთებას თვითონ პათოს ამ პროგრამის სტრატეგიულ გეგმას რომელიც 15 წელიწადზეა გაწერილი, მაგრამ კარგი, მაგრამ ჯერ მგონია რომ იმას თავისი სუსტი მხარეებიც აქვს, რეალიების გათვალისწინება არის უფრო მეტად საჭირო ალბათ რა, ეხლა თუ ეგ გამოჩნდება. მაგრამ ეს მსჯელობის და ყველაზე სწორი მეც მიმაჩნია რომ ფართო მსჯელობის საგანი რო გავხადოთ, ეს ამბავი კარგი იქნება თუ რაგბის კავშირის ასე ვთქვათ. ხო, ბიუროკრატიაც ჩაერთვება მაგაში და ეს ადამიანები, რომელსაც კითხვა არ ეზარება, წაიკითხავენ, რაღაც თავის აზრს გვეტყვიან, დაწერენ, ან ისე იტყვიან, ან დაწერენ, ეს იქნება ძალიან კარგი მსჯელობა უნდა იყოს. ესე დაიხვეწება და უკეთესი გახდება ალბათ ეს პროგრამა. მეც ვიზიარებ. კარგით. დამოუჩეთ დღეს. მადლობა, რა ვიცი. მე ვთვლი რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ბევრი რამე დავაანონსეთ. მადლობთ რომ გვიყურებთ, გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორი მაღაზია სასმელია, რომელიც აბაშიძის 38-ში მდებარეობს. აქვე ხედავთ ანგარის დონაციისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ეს მცირე დონაცია გაიღო. მომავალ შეხვედრამდე.